მოგესალმებით მეგობრებო, აი დღეს მაქსიმალურად ვეცდები ჩაგიწეროთ და აგიტვირთოთ ბევრი ვიდეოები, რამდენსაც მოვახერხებ, როგორც მოვახერხებ. ეხლა მოვედი ისევ ჩემი ერთ-ერთი ძალიან ისეთი საყვარელი ქალბატონის თხოვნით, ჩემი გამომწერის თხოვნით თქვენთან და აი რაღაცნაირად უნდა მოვიფიქრო ხა საჯარო თემა, აი თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი, მაგალითად, ვისაც რა ვალი აქვს თქვენი, ვისაც რა ვალი მართებს თქვენს პარტნიორს, თქვენი მეგობრებო, ვის ფინანსები, ვის ენერგია, ვის სიყვარული, აი თქვენ თვითონ მოერგეთ თქვენს პოზიციას, აი დაგიბრუნებთ, თუ დაგიბრუნებთ თქვენს ვალს. ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და კიდევ მეორე თემა, წავიდა თუ არა თქვენი ცხოვრებიდან, თუ ისევ დაბრუნდება, დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, მე დავიწყებ ახლა მისი ენერგიებით. აბატონო, ადამიანი, რომელიც გაბრუნებულია თქვენგან, ადამიანმა, რომელიც სპეციალურად გადაწყვიტა, რომ წასულიყო თქვენგან ოფიციალურად, ადამიანი, რომელიც გაურკვევლობით, გაუგებრად წავიდა თქვენგან, ადამიანმა, რომელმაც გული გადკინათ, ადამიანმა, რომელმაც გული დაგისერათ, აი არ ვიცი რა დავარქვა, ამას ქვია ჯოჯოხეთი და კიდევ როგორ ენერგიებში იმყოფება, გამარჯვება უნდოდა ამ ადამიანს. აი ამ თავისი საქციელით ამ ადამიანმა თითქოს და გაიმარჯვა თქვენზე. აი როგორ ენერგიებში იმყოფება. როგორ ენერგიებში იმყოფება ეხლა. თქვენთან მოლაპარაკებები უნდა ამ ადამიანს. ადამიანი, რომელიც ყოყმანობდა აქამდე, დღემდე, ადამიანმა, რომელმაც პატივმოყვარეობა შეგილახათ, ადამიანმა, რომელმაც დანაკარგებში შეგიყვანათ, ადამიანმა, რომელმაც გული გადკინათ, ეხლა უნდა მოლაპარაკებებზე გამოსვლა. იმიტომ რომ ადამიანს გეგმები ჩაეშალა. ადამიანს ჩაეშალა გეგმები და ეხლა არის გაურკვევლობაში. მოკლედ ეხლა არის ძალიან ცუდად. ეს ადამიანი ამბობს, რომ არის მესაკუთრე და არავის არაფერს არ დაუთმობს და თქვენ კი აი ნახეთ, მეგობრებო, როგორ მშვიდად წყნარად გაწონასწორებული ზიხართ თუ დგახართ. თქვენ უკვე იცით ამ თქვენს პარტნიორს რა ჩანაფიქრებიც აქვს, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, ჩემო ძვირფასებო. ძალიან კარგად ხვდებით. აი ესეთი გეგმები აქვს, ესეთ ენერგიებში იმყოფება, რომ სიახლეების დაწყება უნდა, იმიტომ რომ მესაკუთრეა და არავის დაუთმობ ჩემსასო ამბობს და ბედის ცდა უნდა ისევ თქვენთან და ამბობს, რომ იბრძოლებს, ბრძოლის ენერგიებშია. თუმცა ფარულად, ისევ ფარული ურთიერთობით, ისევ რაღაც დაფარულად მეგობრებო, გასაჯაროებული არა და ქვემოდან არის ტყუილების კარტი, ასე რომ ეს თქვენი გადასაწყვეტია, ამ ადამიანს ენდობით თუ არა, მაგრამ თვითონ აი ესეთ ენერგიებში იმყოფება და თუ კი ემთხვევა თქვენი პარტნიორის საქციელებს, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება. აი თქვენგან წავიდა თუ არა თქვენი პარტნიორი და თუ კი წავიდა დაგიბრუნებს თუ არა იმ ვალს, რაც წაიღო თქვენგან. არ აქვს მნიშვნელობა თქვენგან რა წაიღო. მოდი ჯერ დავიწყოთ. დაგიბრუნებ თუ დაგიბრუნებთ თქვენ ვალს. თქვენ ელოდებით, ნახეთ მეგობრებო, აი როგორ საუბრობს ჩემი უძლიერესი კარტის დასტა. თქვენ მშვიდად წყნარად ზიხართ და ელოდებით, როდის დაგიბრუნებთ ამ ყველაფერს, ის რაც თქვენგან წაიღო, ის რაც თქვენ წაგართვათ, მოსვენება დაგაკარგვინათ, აი ფიქრობთ დღე და ღამ ამაზე ფიქრობთ, ჩემო ძვირფასებო. მანიპულაციები, დაგიბრუნებთ თუ დაგიბრუნებთ ვალს. მანიპულაციები აქვს ჩართული ახლა ამ ადამიანს. უნდა რაღაც სიახლეების დაწყება, თითქოს რაღაცა სიყვარულის შემოთავაზება, მანიპულაციებით, ჩემო ძვირფასებო, დაგიბრუნებთ თუ არა ვალს. ამ ადამიანს უნდა რომ აი თვითონ მეგობრებო იყოს ძალიან ხვავით და ბარაქით, მემკვიდრეობით, სულიერი სიმშვიდით. მეგობრებო, მე ვერ მოგცემთ თქვენ ამის გარანტიას, რომ ეს ადამიანი დაგიბრუნებს იმ ყველაფერს, რაც თქვენგან წაიღო. იმიტომ რომ თვითონაც დანაკარგებშია, ძალიან ბევრ პრობლემებშია, კონფლიქტებშია, გაუცხოება გაქვთ უკვე ამ ადამიანის. ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება იმყოფებოდეს უცხოელი მამაკაციც, უცხოელი ქალბატონიც, უცხოელი ადამიანი, ჩემო ძვირფასებო.
რომელიც თქვენ უკვე ეჭვი გააქვთ აღებული, რომ წასულია თქვენგან და თქვენ არაფერს არ დაგიბრუნებთ. თქვენ ასე ფიქრობთ, ბატონო. თქვენგან წავიდა და თქვენ ამ ადამიანიდან ვერაფერი ვერ მიიღეთ. თუ დაგიბრუნებთ იმას, რაც წაიღო თქვენგან. არა, მეგობრებო. ბევრ თქვენთაგანთან არა. რა, მოდი ახლა ესე ვკითხოთ კარგს. აი რა მიზნები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს? რა მიზნები და გეგმები აქვს? ბედის ცდა უნდა თქვენთან ისევ. მაგრამ კოშკი აქვს, ამ კოშკის სამკუთხედები, რა მიზნები აქვს? თქვენ შორის არის სამკუთხედები, თქვენ შორის არის ნგრევები. დამთავრდა რაღაც ეტაპი დამთავრდა თქვენთან, თქვენ ცხოვრებაში მასთან ერთად. მაგრამ ამ ადამიანს უნდა რომ ისევ ბედის ცადოს, რადგან ამბობს რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება. თქვენ არ გაქვთ უფლება სხვისკენ გაიხედოთ, რადგან ამბობს რომ პასუხისმგებლობას ავიღებ, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი საკუთრება. აი თუ აქვს გრძნობები თქვენს მიმართ. საუბრობს შეცდომებზე, მატერიალურ დანაკარგებზე, საუბრობს ტყუილებზე, არასრულყოფილებაზე. ძალიან ცუდად არის თქვენს გამო ეს ადამიანი. თუმცა ძალიან დიდი რწმენა და იმედი აქვს, მაგრამ თქვენ უკვე აღარ გინდათ თავისი ტყუილებით. იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა მხოლოდ ფარული ურთიერთობა. გასაჯაროებული არა, ფარული ურთიერთობა, ჩემო ძვირფასებო. ეს ყველაფერი არის დადგმული სცენები თავისი მხრიდან. თქვენ ურთიერთობა უკვე აღარ გინდათ. მე მაინც შევეკითხებით ახლა კარტის დასტას. ჩემს ლამას კარტს. დაგიბრუნებთ ვალს. ეს ადამიანი იმყოფება ახლა ტრანსფორმაციაში. თუ დაგიბრუნებთ ვალს, ბალანსის შენარჩუნება ფიქრობს. თუ დაგიბრუნებთ ვალს, მე ამ გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩემო მეგობრებო, უნდა, მაგრამ ვერა. შეიძლება რაღაც ნაწილი, რაღაც კი, მაგრამ ბოლომდე ვერა. ანუ ცდილობს, მაგრამ ვერა, უფალს ევედრება შველას, თავისი მხრიდან ევედრება შველას. არა იმიტომ, რომ თქვენ დაგიბრუნოთ ის, რაც გეკუთვნით. არამედ ის, რომ მხოლოდ თავისი გაიტანოს და უკან არ დაიხევს არაფრისთვის უკან არ დაიხევს, მეგობრებო. დაგიბრუნებთ თქვენ ვალს, კვერთხების პაჟი. ამ ეტაპზე ვერა, მეგობრებო, გადაწყვეტილების წინაშე დგანა, ტყუილები, არ ენდოთ ამ ადამიანს, მეგობრებო. თუმცა უნდა რომ ურთიერთობა განაახლოს, ჰარმონია შეინარჩუნოს 50-50-ზე. ამ ადამიანს ყველასთან ვერა, მაგრამ რაღაც ნაწილთან შეიძლება ითქვას რომ კი. იმიტომ რომ მხოლოდ იმიტომ დააბრუნოს შეიძლება რაღაც რომ თქვენთან თავს ბედნიერად გრძნობს და თქვენი ნდობა მოიპოვოს, მეგობრებო. ძალიან ბევრი შრომა მოუწევს იმის, რაც დაკარგულია რომ დაიბრუნოს. მაგრამ თქვენ უკვე აღარ გჯერავთ მისი, ამიტომ ბევრი შემთხვევაში ეცდება და ბევრი შემთხვევაში არ გამოუვა. თუმცა ეცდება კი. მეგობრებო, აი ეს ასე რო ყოფილიყო კიდე ხო, მაგრამ აი ასე ადამიანი, რომელიც არასტაბილურია თქვენ ცხოვრებაში, რაღაც ნაბიჯებს გადმოდგამს, მაგრამ მეგობრებო, ოჯახისთვისაც გადმოდგამს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ დგას. მოდით კარტი აი, ნახეთ, რატომაც, იმიტომ რომ მას უნდა რომ გაიმარჯვოს. მოდით თქვენ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. მეგობრებო, დარჩით თქვენ სტაბილურობაში, იცხოვრეთ თქვენი სტაბილურობით და იმუშავეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩემო ძვირფასებო. აი რა გელოდებათ მასთან. დანაკარგები და გაურკვევლობა. ვისთანაც როგორ რეზონირდება, აი გელოდებით კომენტარებში, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გადაერთეთ საკუთარ თავზე და დაკავდით საკუთარი ცხოვრებით და თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე ენდოთ თუ არა ამ ადამიანს და გელოდებით მაინც კომენტარებში. აბა დროებით.